ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე კუნძულის უბანში კაცაძის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სანდრო ქუშაშვილი, ნიკა იზორია და შოთა გაბუნია წარუდგინა. ფოთში კუნძულის უბანში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კაცაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გრძელდება მუშაობა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარებაზე. ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივებს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კუნძულის უბანში შეხვდით კაცაძის ქუჩაზე მოსახლეობას, ამ ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიაზეც რამოდენიმე ქუჩაზეც უკვე სრულდება მსგავსი სამუშაოები, შესაბამისად ძირითადი ნაწილი ამ უბნის უკვე საგზაო ინფრასტრუქტურით მოწესრიგებულია, თუმცა რა თქმა უნდა ამ კუთხით კიდევ გვაქვს სამუშაოები გასაგრძელებელი და ასევე ვისაუბრეთ ამ უბანში სხვადასხვა პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ. კუნძულის უბნის მოსახლეობას წაუდგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც აქტიურად იქნებიან რა თქმა უნდა ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ამ უბნის მოსახლეობის ინტერესში შედის. კუნძულის უბანში შევხვდით ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძესთან ერთად. აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს, ვესაუბრებით ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დღეს აქცენტი გაკეთდა კუნძულის უბანში მიმდინარე პროექტებთან. მთავარი არის მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა პოზიტიური დინამიკა და აღნიშნული შეხვედრები კვლავ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე გაგრძელდება აქტიურად. ბექა არის ძალიან კარგი მერი. კმაყოფილია მოსახლეობის, რა თქმა უნდა, უმრავლესობა, რადგან ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, დაიგო გზები და ძალიან ბევრი ახალი პროექტი გაკეთდა. დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფოთის მოსახლეობისთვის. პირადად ჩემი შვილი საზღვაო აკადემიაში სწავლობს და ძალიან ხშირად მიაქცია ყურადღება და ბევრი კარგი პროექტი დაგეგმა, განათლება კი მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.